მოხდა ისე, რომ ერთ დღეს იგი ჩაჯდა ნავში, თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: გადავიდეთ ტბის გაღმა და გაცურეს. როცა მიცურავდნენ, მას ჩაეძინა და ტბაზე ამოვარდა ქარიშხა. ნავი წყლით ევსებოდა და ყვიროდნენ საფრთხეში. მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს: მოძღვარო, ვიღუპები! ხოლო მას გაეღვიძა და შერისხა ქარი და წყლის ველო და დაცხრენ და ჩამოვარდა მყუდროება. მაშინ უთხრა მათ: სად არის თქვენი რწმენა? ისინი შიშითა და გაოცებით ეუბნებოდნენ ერთი მეორეს. ვინ არის ეს ქარებსაც რომ უბრძანებს და წყალსაც და ემორჩილებიან მას? გასცურეს ღადარინელთა ქვეყნისკენ, რომელიც გალილეის გაღმა მხარეს არის. როცა გავიდა ნაპირზე, წინ შემოხვდა ერთი კაცი ქალაქიდან. მას ეშმაკები დაუფლებოდნენ და დიდი ხანი არც სამოსელი ჩაეცვა და არც სახლში ცხოვრობდა, არამედ სამარხებში. როგორც კი დაინახა იესო, დაიკივლა, მის წინ დაეცა და ხმამაღლა იღვირა. რა გინდა ჩემგან იესო ძეუზენა ესი ღვთისა? გევედრები ნუმტანჯაო. ვინაიდან უბრძანა არაწმინდა სულ სამ კაცისაგან გამოსულიყო. ვინაიდან დიდხანს ტანჯავდა მას. ჰკრავდნენ ჯაჭვებით და ბორკილებით, რომ დაეკავებინათ იგი, მაგრამ ის წყვეტდა ბორკილებს და იდევნებოდა ეშმაკის მიერ უდაბნოებში. იესომ ჰკითხა მას: რა არის შენი სახელი? მან უთხრა: ლეგიონია. ვინაიდან ბევრი ეშმაკი იყო მასში შესული. ევედრებოდნენ იესოს, რომ არ ებრძანებინა მათთვის უბსკრურში წასვლა. იქ იყო ღორების დიდი კოლტი, რომელიც მთაზე ძოვდა. ეშმაკები შეევედნენ იესოს, რომ ნება დაერთო შესულიყვნენ მათში და მან დართო ნება. გამოვიდნენ ეშმაკები იმ კაციდან და შევიდნენ ღორებში. კოლტი კბოდედან გადაეშვა ტბაში და ჩაიხრჩა. ეს ამბავი რომ დაინახეს, მწყემსები გაიქცნენ და შეატყობინეს ქალაქსა და სოფლებს. გამოვიდნენ მომხდარის სანახავად. მოვიდნენ იესოსთან და ნახეს კაცი, რომლისგანაც გავიდნენ ეშმაკები. იგი შემოსილი და გონსმოგებული იჯდა იესოს ფეხით და შეეშინდათ. ხილველებმა უამბეს, როგორ გადარჩა ეშმაკეული. ეხვეწებოდა ღადარინელთა შემოგარენის უამრავი ხალხი, გასცლოდა მათ. ვინაიდან დიდმა შიშმა მოიცვა ისინი, ისიც ჩაჯდა ნავში და დაბრუნდა. ის კაცი, რომლისგანაც ეშმაკები გავიდნენ, შეევედრა იესოს, რომ მასთან ყოფილიყო, მაგრამ მან გაუშვა და უთხრა: დაბრუნდი შინ და უამბე რა გიყო ღმერთმა. ისიც წავიდა და მთელს ქალაქში ქადაგებდა, რა გაუკეთა იესომ.